გაგიჟდნენ სულ ყველა ზარბაზანთან ყველა მეზარბაზნე გაგიჟდა და სწორად დაიწყო ეს არ ხდება არმიებში ხო მაგრამ რატო შევქმნით ქვეყანაში მართლობის ისეთი სისტემა როცა ეს ადამიანი შეუძლია კანონის დაურღვევლად ომი გამოიწვიოს რა თუ არ დაიწყოს გამოიწვიოს მაინც აი ჩვენ რატო დაუშვით ეს ამბავი ატომურ წყალქვეშანაზე ფილმები ხომ მაინც გვინახავს ატომურ ქვეყნებში რატო ჩვენ მეთაური ხარ იმ გემის პარალელური და ფილმი გასაგებს თუ არ მოხდეთ ვერ ჩათავ იმაზე იქ კიდევ ორმა უნდა ღილაკს დააჭიროს იმიტომ რომ ეგრე არ უნდა გავგვიძია არ შეგავიდი ხო ეს იმიტომ საშიში საქმეა ერთი კაცი რა იცი რა დაემართა რაზე გაბოროტდა რა მოუვიდა აი როგორ ხსნიან ხოლმე თვითონავე აიღო და კაცმა გააქანა ევნებოდა დისპეჩერი დაანარცხა მეტროში მემანქანეები რა მოუვიდა და არ იციან შეეჯახა ააფეთქა რა მოუვიდა ეს კაცი ვიცი იჩვენა ის მეტროა და 200-300 კაცის ბედიღბავზეა ფინალზე ლაპარაკი ამ მილიონებზეა ლაპარაკი ხანდახან ასეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი ჩვენ არ გვიღეს ესეთი მცირერიცხოვანი ხალხი ვარ და არაფერს არ გვიღეს ასეულებზე დაღუპულებზე ლაპარაკი რომ იმდენი არ აღმოჩნდა ცოტა არის როგორ არის ცოტა რაცა როგორ არის ცოტა გეთახმები არის ყოველ შემთხვევაში პერსონალი არის რა გაგრძელება ექნება მაგრამ აშკარად მე არ ვიცი ერთმანეთს გაგრძელება მას კარგი ვერ ექნება ღმერთთან უკან გაგრძელება ქონდეს და გაჩერდეს ერთმანეთს ენას კვლავ დააჭერდეს ერთი ეს თვითონ მიშიკო და იქნება რაღაცა აი ესე ნელ-ნელა ისე საერთაშორისო საზოგადოების ძირითადად ევროპის ჩვენ ხედავთ რომ შეერთებულ შტატებზე რუსები რეაგირებენ როგორც ხარი ციხეზე აი ესე რეაგირებენ რა აქ კარგად შენიშნეთ ბატონო აკაკი რომ აი თუკი დაუშვათ ჩვენ კონტრაქტი დავდევით ვაშინგტონთან რეალურად ვერ შეგობებით ხინვალსაც და აფხაზეთსაც იქედან გზავნილი იყო მე შაბათსალიაში წავიკითხე და ვენდობი მომწაროს რომ კონფედერაციით სადით მიშენ ამოცვალეთო აგერ კიდევ ეს ჩამოვიდა ბაქრაზე და საარჩევნო კოდები პარაშოქი გვაქვს რა საინტერესო ნაბაგებია ყველა ფიქსირებს რომ მინდა რიგარეში არჩევნებიო ეს კითხვები არის ხოდით ჩვენ ეს იმაყურებელი შემოვყაროთ ბატონო აკაკი და აი ამ თემებზე გავაგრძელოთ საუბარი თუ შეიძლება გისმენთ ერთ ეთერში ხარ გამარჯობა ბატონო გისმენთ გამარჯობა როგორ ძამდებით ერთი რამ მინდა გითხრათ რატომებული ვარ ერთ რამში რუსეთი აუცილებლად ოცდაი ой მე არა გახობდანე მაგათ ჭირდებათ მაგათ აქ წაუგედელი ომის რასურვილი და მასეთ აქ მოწყობილი საქმე რუსეთს ომის კავკასიაში იმიტომ ჭირდება ერთი მხრივ რომ რუსეთში დაალაგდეს ყველაფერი და დაწყანდეს სიტუაცია გადაწყდა და ფინანსური კრიზისი შევიდათ ეს ხელად გამოჩნდება და ეს რუსის თავრობას არაწყობს აი მართალია მე გეთახმები გადაცემამდე მართალია და სიტუაცია თუ შემოგვიწევს და დაგვამარცხებს რუსის ხალხი მაგათაა გაეწელებათ ის დრო როგორც მოიგებენ დროს ხდება ისეთი რომ მოიწონოს აი როგორი მთავრობა ყავს და კითხულობენ გაჩერდებიან თუ არა და დაშლიან იმ სახელმწიფოს რუსეთს და მაშინაც მოგებული ეს მთავრობა იქნება რომელსაც უკვე იმხელა ფული აქვს დაგროვის საზოგადოებრივ იმპულსს ვერ მოიხმარებს თუ კი სამართალ მემკვიდრეები იქნებიან საბჭოთა კავშირში შედეგად რუსეთის მაგრამ უნდა გახდნენ არასამართალ მემკვიდრე იმ ხალხის სახელმწიფოში რომელიც ხალხის გაძარცვეს რომ დაწყვილების შემთხვევაში ის ფული და ისახები რაც ხალხს უყარეს ხალხმა უკან არ მოითხოვს სახელმწიფოს დანგრევა თვითონ უნდა რუსეთის თავრობას ეს როგორმე უნდა გავაგებინოთ რუს ხალხს რომ ისინი თვითონ ანგრევენ სახელმწიფოს არა ისეთ რომიერ რამოდენიმე შეეცათ გავესაუბროთ სწორიც არიან თანახმადები ცოტა მეუბნე სამწუხაროდ შეგვიძლია თქვენ არ გეკონოთ ძალიან ბევრი არიან ბევრი არიან საერთოდ რამდენიმე მილიონი ბევრი არიან აი ეს პრობლემა რა რამდენიმე 100,000 მილიონით რამდენიმე დარწმუნებულია მათ არის ნორმალური ადამიანი მაგრამ 150 მილიონში ისინი ვერასრულებენ რომ და თან ისეთი ხელისუფლება ყავს აბსოლუტურად არც უწევენ ამას მაგრამ სწორია მე ძალიან ბევრს დავძველი ბატონო მე თქვენ გიცნობთ ნაციონალურ საკავშირში ვიყავ და მოგვიწია ჩვენ გასვლა რუსეთში 5-6 წელი და გაბნეული ვიყავით რუსეთის ტერიტორიაზე და ყველგანავად ნაყოფი რუსეთი არცებობს
ცენტრალური ტრასის 50 კილომეტრი მარჯვნივ და მარცხნივ. განარჩენი არის აი ზანგთა გეტოებზე უარი დღეში არიან. ასე არის. მე უნდა დაგეთახმოთ იმაში, რომ რა თქმა უნდა, საკითხი დიდია. უბრალოდ არსებობს დიდია პატარა და ძალიან ცუდია ეს არსებობს და მისი თავგანაცილება შეიძლება ახლა რუსეთთან დაკავშირებით რადგან დავიფαντოთ ჩვენ ვერ ყოფით იმას, რომ რუსები რამეს დავარწმუნოთ და საერთოდ რამდენად არის ჩვენი ამოცანა ხომათი აღზრდა. ერთი არის როგორც სამართალ მემკვიდრეობა მე არ მისწრებს ვაზიანებ. საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრე რუსეთი რო გახდა, ამაზე დავეთახეთ ყველა მოკავშირე რესპუბლიკა, ოღონდ დაშლილიყო რა, საბჭოეთ. ეს იყო პირობა ეცინისაგან, ვალტელებს ჩვენოთ 14 დანარჩენ რესპუბლიკას უცხეს ან ჩვენ ვიბარებთ საბჭოთა კავშირის აქტივის და პასივის ვალების მათ შორის ფინანსურზე რა, აქტივი პასიები ვის მართებს და ვის იგმართებს, აი საერთოდ ჩვენია, არმი ფლოტზე შეედავა მე უკრაინა. ჩვენ არ ვედავეთ ფლოტზე რატომღაც ავიზღვით. ან და ხოს მოდი ვიანგარიშოთ ყველაფერი და ეს არის წლების საკითხია რა. და ყველა რესპუბლიკა მოილაპარაკეთ ამის თავებაზე და ხელმძღვანელობის ზონაზე გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა დაუსრულებელი პროცესი, უკვე ქაოსით იყო მოსული საბჭოთა კავშირი და შევთანხმდით, რომ ჯანდაბას რუსეთი იქნება სამართალ მემკვიდრე და ყველანი გავდივართ სუფთა ფურცლებით. არავის არ გვმართებს, არავის და ჩვენი არავის არ ემართ. მე მგონია, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ის კი არის 300 მილიონი კიდე შეგვეძლო გეშოვა პარიზის კლუბის ნახოთ. ამის წინა პარლამენტში იყო ერთი ამბავი დავწოლეთ კიდეც ოპოზიციამ დარბაზი იმის გამო, რომ შეიძლება 300 მილიონის სოფორმა. ეხლა ეს ასული საქმეა და ვეღარ ვილაპარაკეთ. მაგრამ ამჟამად სამართალ მემკვიდრე რუსეთს არ ეყოლება ვინ იქნება მოსკოვის ოლქი, თუ ვერ გავიგე. იქ არ არის ესეთი საბჭოეთი ფორმალურად იყო ფედერაცია. იყო ფორმალურად ფედერაცია, ერთი გაბატონებული, ესე იგი, არაფორმალურად გაბატონებული, ხო, რეალურად გაბატონებული რუსეთის გარშემო შემოკლებული. ინფორმალურმა დაღუპა, ესე იგი, ის საბჭოთა იმპერია, რუსეთის ხელმძღვანელობა მაშინელი ამას უფრო მიხვდა ვიდრე გორბაჩოვი, ელცინი მიხვდათ იმისა, რომ ხო, ლოცი იყო, თუ რაც იყო, უფრო ალღოიანი გამოდგა, მიხვდა, რომ რასაც გადავარჩენა და აი ეს გაკეთდა და ჩვენს ყველანი შეუცახეთ. აი ახლა ვის უნდა შეუცახოთ? ახლა ბადრაგაკი მოდით შეეკვამაზე გავიდეთ, რეკლამის შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ისე ელცინმა თქვა პატონს საბიჯო პატონს საბიჯო. ხო, ეხლა სუვერენიტეტი აიღეთ რაბეის გინეთო და კიდეც ეს არის. რეკლამა ჩაწერეთ. ბადრაგაკი ლექსიკო ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში აქ ჩვენი ეთერის შემდგომ მოკლე საინფორმაციო ყველა შემდგომ იქნება სტუდია ბარიერი, აი პირდაპირ ბარიერში იჯდა კუბლაშვილი და მამულანა რომ არავის არის ელოდეთო მომავალ არჩევნებს ვადაშიო. რომელიც არის ეს საკოიმისი საარჩევნო კოდექსის ცვლილება და ასეთი ორთოდოქსი ნაციონალური მართლა გულწრფელია რა. სხვა ესეა. ანუ გუშინ თუ რამე არ იქნება, ეგ არ იქნება, ვარში არ იქნება. ასკარად, ანუ გუშინ ამის გუშინ დილას უბრალოდ არ მახსოვს აი ბაქრაძე ჩამოვიდა ამერიკიდან გაამატებული. აი ბაქრაძე კი მიხვდა როგორც ჩანს ამ მიახვედრებს იქ რა. აი თქვენი აზრი მის განცხადებასთან. აი ბატონო ჩვენ საბათირებენ ჩვენ ხო შეიძლება ხო მაგას რო პირდაპირ გავიგოთ მათი ნაცნობი ჩვენ ვიქნებით სულელები ხო? მარტივია ბაქრაძე ჩამოდის და იქვე ამბობს. მაშინ აი იქვე სტატებიდან ვეცხვა. ანუ მიხვდა თუ მიახვედრებს რომ კოდექსში შეგვაქვს სულელები. კოდექსში რატო შეაქვს 4 წლის ადრე ვინმეს სულელები გასცო ხო? საჩვენო და თან საქართველოში ნაცმოძრაობას. წინა დღეს თვითონ შეიტანს ხოლმე არა? აბა კი იმაზეებს მზადდება რა თქმა უნდა. ხა შეერთებულ შტატებში მოვიდა ძალიან საინტერესო ადმინისტრაცია. მე მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო მათ ისტორიაში. ზოგს ვიცნობ, ზოგს ისე ვიცნობთ ყველანი, მაგრამ მე ვიცნობ ზეძინსკის ბაიდენს, თუ ვინმე სხვა მოეკითხებოდა იმ ქვეყანაში 15-16 წლის წინ ჯერ კიდევ როცა ვიყავი და მე ეს ადამიანები არიან, ამის ზეძინსკის წიგნები არსებობს, რამდენი რამე გამოიცნო და სწორედ წინასწარ